და აი ჩვენც აქ ვართ. სულ მალე MMA-ის გულშემატკივრებისთვის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ბრძოლას ვიხილავთ. ქვემსუბუქი წონიდან მსუბუქ წონაში გადასული ილია თოფურია ვაკანტური ქამრისთვის ამავე წონის ყოფილ ჩემპიონ, ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუს ნამდვილ მასტერს, ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება. უცებ უნდა ვთქვა ის, რომ ახლა ამ წამს რატომღაც რომ ილია ძალიან დიდი ფავორიტია დუ ბრონქსთან და ეს ყოველივე მინიმუმ ბრძოლის დაწყებამდე არ შეიცვლება. სანამ დავიწყებ გეტყვით, რომ ამ ვიდეოში მხოლოდ და მხოლოდ განვიხილავ ჩარლზის ძლიერ და სუსტ მხარეებს და ვნახავთ, რამდენად იმუშავებს მისი მეთოდები ილიასთან. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ძმა და მეგობარი ბრენდი არის პროკო. ახლა კი გავიაროთ თუ სად ექნება შანსი ბრაზილიელს და დაახლოებით რა შედეგი დამთავრდება ეს ბრძოლა. რა უნდა გააკეთოს მებრძოლმა თუ უნდა რომ აი ამ მონსტრს გადაურჩეს. პირველ რიგში უნდა ეცადოს, რომ მისი კრივი შეანელოს, საუკეთესო ვარიანტში კი შეაჩეროს. ქართველის საუკეთესო უნარი სწორედაც რომ კრივია და ჯერჯერობით მისი განეეტერალება კაციშვილმა ვერ შეძლო. ვერც მაქს ჰოლოუეიმ, ვერც ჩემპიონმა ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ, ვერც მძიმე ხელებმა ჯო შემეტმა და რა თქმა უნდა, ვერც აი ამ ბრაის მიჩელმა. ილიამ ყველა ჯერზე მოახერხა ყბის მოძებნა და შემდეგ მონგრევა. ვინ თუ არა მატადორმა ძალიან მაგრად იცის დაზვერვა, დისტანციის სასწაულებრივად ჩახურვა და როგორც კი შეატყობს რომ მეტოქე პოზიციას კარგავს, მაშინვე ყველაფერს ასრულებს. არანაირი წინაპირობა, არანაირი გაფრთხილება, პირდაპირ ღრმა ძილში გაშვება. თუ გინდა რომ მისი მუშტებით პირველივე რაუნდში არ გაითიშო და რამე მოახერხო, მაშინ დისტანცია უნდა დაიჭირო. და ეს ამბავი საწყის რაუნდებში მაქს ჰოლოუეის ასე თუ ისე გამოუვიდა. იქამდე სანამ ჯერ ტანში დარტყმით დაინგრეოდა და უკან დახევისას მარცხენა ჰუკი მიაძინებდა, ასე თუ ისე რაღაცას ახერხებდა. კიდურების სიგრძე ამის საშუალებას აძლევდა და ქიქებს მშვენივრად იყენებდა იმისთვის, რომ ქართველს დისტანცია მარტივად არ ჩაეხურა. ხმარობდა ეგრეთ წოდებულ ობლიკ კიკს, ურტყავდა პირდაპირ წინასაყრდენ ფეხში, რომ შეტევა ვერ წამოეწყო. ამ ქიქების გამო ილიას უწევდა, რომ ცოტა უკან, ოქტაგონის ცენტრისკენ დაეხია. ჩარლზისგან მგონი რომ ასეთი კიკი არ გვინახავს, მაგრამ მისი სტილიდან და აგებულებიდან გამომდინარე, მასაც თავისუფლად შეუძლია რომ ამ მეთოდს მიმართოს. მით უმეტეს რომ ქართველს მისი კრივისთვის მთელი წონის გადატანა წინა ფეხზე უწევს. მეორე მეთოდი, რასაც მაქსი იყენებდა, რომ ილია დაკავებული ყოფილიყო და პირდაპირ დისტანცია არ ჩაეხურა და შემდეგ არ მოეკლა, ეს იყო უბრალოდ ჯებები და პირდაპირ დარტყმები. ილიას ინსტინქტი ზოგჯერ ის არის, რომ სცადოს მხრით დარტყმის დაბლოკვა და წინ წავიდეს, მაგრამ UFC-ის პატარა ხერხდათმანებით ამის გაკეთება გაცილებით რთულია. ამიტომაც მაქსმა შეძლო თავისი ორიანი მოერტყა ილიას არასწორი დროისა და დისტანციის გამო. სწორ დარტყმებს, განსაკუთრებით კი ჯებებს, შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს ოლივეირასთვის ილიასთან ბრძოლაში. ზუსტადაც რომ ჯები იყო დარტყმა, რომელსაც ვოლკანოვსკი ხშირად იყენებდა ილიას მოსაშორებლად და ის საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ ცოტა ზიანი მიეყენებინა სახეზე. ეს ხვებისთვის კარგია, მაგრამ ვინც არ უნდა იყო, ამ მეთოდს ბოლომდე ვერ გააწურინებ. ილია ხომ დისტანციას ზუსტად ასე ამცირებს. 1-2 დარტყმა ხდება, ფეხებზე იყიდებს, დისტანციას ხურავს და მერე ბუმ, ყველაფერი დამთავრებულია. ეს თითქმის ყოველთვის მუშაობდა, რადგან მაინც რახან ილია კომბინაციის დაწყებისას სწორ ხაზზე მოძრაობს, ეს ჩარლზისთვის სიგნალია, რომ ჯებები გამოიყენოს, ლეკიკები და ბევრი ობლიკიკი. ყველაფერი, რაც ილიას კრივის დისტანციიდან მოაშორებს, გადარჩენისთვის არის საჭირო. ასე რომ მან ეს ბრძოლა კიკბოქსინგის დისტანციაზე უნდა წარმართოს, როცა იგი ფეხზე იდგება. გასათვალისწინებელი არის ასევე ისიც, რომ ილიას ერთი სუსტი წერტილი აქვს. უფრო სწორედ ჰქონდა. თავის ზედმეტად დაბლა დახრა, რის გამოც არაერთხელ მოხვედრია ჰაიკიკი. ბევრჯერ შეხვედრია მასზე მაღალ ტიპს და ჰაიკიკის უპირატესობა, რა თქმა უნდა, ყოველთვის მაღალი მებრძოლისკენ არის. ბოლოს, როდესაც ილიამ ეს დარტყმა გაატარა, ჯაი ჰერბერტთან ბრძოლისას იყო, მსუბუქ ზონაში. ჩარლზს კი მშვენიერი ჰაიკიკი აქვს. ამ მეთოდის გამოყენების კარგი მაგალითი იან გარისა და კარლოს პრატეშის ბრძოლაა, სადაც გარი ჰაიკიკებს იყენებდა იმისთვის, რომ სტრაიკერი ოპონენტის ხელები დაკავებული ყოფილიყო. ჩემი აზრით, ასეთი დარტყმის საფრთხე, ისეთი შედარებით დაბალი სიმაღლის მებრძოლთან, როგორც მაგალითად ილიაა, ეფექტური იყოს. რანაირ დარტყმაზეც და რანაირ ქიქზეც არ უნდა ვისაუბროთ, როგორ კარგადაც არ უნდა გამოსდიოდეს ფეხზე რაიმე ჩარლზს, საკითხავი ის იქნება, მისი ეს უნარები საკმარისი იქნება თუ არა, რომ ილიას დგომში დაუდგეს და იქ ეჩხუბოს. სხვა მებრძოლების გამოცდილებას დაყრდნობით, კარგად ჩანს ის, რომ ეს პირდაპირ სიკვდილია. მაქს ჰოლოუეი და ალექს ვოლკანოვსკი ისედაც ეწერებოდნენ ორგანიზაციის ტოპ დონის სტრაიკერების სიაში, მაგრამ როგორც ვნახეთ, მხოლოდ ერთი შეცდომა არის საკმარისი იმისთვის, რომ ღრმაძილი გაინაღდო. ამიტომაც ჩარლზისთვის ვაჯობებს, რომ დგომში ჩხუბის დრო მინიმუმამდე დაიყვანოს და მისი გამარჯვების შანსები პარტერში ეძებოს. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად კარგად გამოუვა დისტანციის დაცვა და კიქების გამოყენება. სხვათა შორის ოლივეირა კლინჩი ძალიან არასასიამოვნო მებრძოლია. როდესაც ოპონენტს ეკვრება, ხშირად ახერხებს, რომ ზიანი მიაყენოს. იქნება ეს მუხლებით, იდაყვებით თუ მუშტებით.
ეს ის პოზიციაა, საიდანაც ზუსტად იცის, რა როგორ უნდა გააკეთოს, რომ რამდენიმე წამში შენ ზურგზე აღმოჩნდეს. უცებ ასე ერთი შეხედვით, ბრაზილიელი კლინჩი შანსებს ამცირებს იმისა, რომ ილია თავის კრივს დაიწყებს და მისგან წარემუშტი მოხვდება, მაგრამ რეალურად ეგეც კაცმა არ იცის. ეს დისტანცია დუ ბრონქსისთვის ძალიან მოსახერხებელია, რადგან მას აქ ბევრი იარაღი აქვს და ჩვენ არ გვინახავს, ვინმე ილიასთან შეტევითი კლინჩი ეცადა. მე პირადად ძალიან მაინტერესებს, როგორ რეაგირებს მატადორი, როდესაც მას თავს აქეთ პირდაპირ ესხმიან. მისი ყველა ბრძოლა ძირითადად იმით მთავრდება, რომ მისი ოპონენტები უკან იხევენ, რადგან ილია ზეწოლას ახდენს თავისი კომბინაციები და ბოლოს მათ ნოკაუტში აგდებს. ამიტომაც არის ინტრიგა, მიაღწევს თუ არა ჩარლზ ოლივეირას მსგავსი აგრესიული მებრძოლი წარმატებას წინსვლისა და ხშირი კლინჩის დროს. მატადორსაც შეიძლება ჰქონდეს რაიმე განსაკუთრებული იარაღი აქ, მაგრამ ეგ სცენარი აქამდე არ გვინახავს. ან მე არ მახსენდება. აქვს ბერძნულ რომაული ჭიდაობის ბაზა, მაგრამ თუნდაც ილიამ ჩარლზის სუპლექსი დააგდოს, ამით ბრაზილიერს პანიკაში ნამდვილად ვერ ჩააგდებს. მისი გამოცდილება სწორედ მან დიწყება. კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ ველოდები პირადად მე სულ მოუთმენლად ამ ბრძოლას არის ის, რომ ორივე ძალიან შემტევი მებრძოლია. არც ერთს უყვარს ცენტრის დაკარგვა და ორივე ცდილობს მუდმივად წნეხში მოაქციოს საკუთარი მეტოქი. ახლა მოდი უცებ ჩავამოთვალოთ ბრაზილიერის რეკორდები და რეგალიები ორგანიზაციაში. ჩარლზ ოლივეირას ეკუთვნის რეკორდი ყველაზე მეტი ფინიშით, ნოკაუტით ან საბმიშენით. ყველაზე მეტი საბმიშენი მკივნეული ან ბუდავი ილეთი UFC-ს ისტორიაში. იგი არის აბსოლუტური ლიდერი UFC-ში საბმიშენით მოგებული ბრძოლების რაოდენობით. ყველაზე მეტი ღამის საუკეთესო პერფორმანსის ბონუსი. ამ კაცს UFC-ს ისტორიაში ყველაზე მეტი Fight Night ბონუსი აქვს გამომუშავებული. ხვდებით ხო ვიზე ვლაპარაკობთ? ეს სტატისტიკა რეალურად მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს. გასაგებია და მართალია ის, რომ იგი მის პრაიმში აღარ არის, მაგრამ ეს საერთოდ არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მასთან ოქტაგონზე შესვლა მარტივი იქნება. თუმცა აი ეს მოცემულობა ილიას წინააღმდეგ გაცვლება თუ არა, აი ეგ სულ სხვა საქმეა. ქართველი ბრაზილიელისთვის სტილისტურად ყველაზე ცუდი მეტოქეა. დგომში ბრძოლაზე ასე თუ ისე ვისაუბრე, მაგრამ თავარი ის არის, რომ ილიას ბაზა რეალურად ჭიდაობაა და საბმიშენით უფრო მეტი გამარჯვება აქვს მოპოვებული, ვიდრე ნოკაუტით. ასე რომ, ისევე ჩემი მოკრძალებული აზრით, იმის თქმა, რომ თუ ბრონქს მიწაზე რაიმე განსაკუთრებული უპირატესობა ექნება, შეცდომა იქნება. მე არ ვიცნობ MMA-ის გულშემატკივრებს, რომელსაც ჩარლზი არ უყვარს და მეც მათ რიგებში გავდივარ. მე რომ ამ ბრძოლაში მის მხარეს ვიყო, ყველაზე მეტად ერთი რამი შემეშინდებოდა. მისი თავდაცვითი უნარის მატადორის წინააღმდეგ. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ოლივეირას ხშირად ეპარება მომენტი, როდესაც ზონებს გახსნილ სტოებს და ყბაში მაგრადაც ხვდება ხოლმე. ამის გამო იგი ნოკდაუნშიც არაერთხელ ჩავარდნილა, თუმცა რიგ შემთხვევებში აზრზე მოსვლა მოუსწრია. მან თუ ამ მოახლოებულ ბრძოლაში ეს საბედისწერო შეცდომა დაუშვა, სადმე რაიმე ზონა გაეპარა და შემთხვევით თოფურიას მუშტი მოხვდა ყბებში, თუ პირდაპირ არ გაითიშა და ნოკდაუნში ჩავარდა, ძალიან ცოტა არის იმის ალბათობა, რომ ამ ნოკდაუნიდან ქართველი გამოსვლის საშუალებას მისცემს. ილიას ცივსისხლიანობის ერთ-ერთი დამახასიათებელი სწორედ ეს არის. თუ მეტოქე ნოკდაუნში გაუშვა, ან შეატყო რომ უკვე ბარბაცებს და თვალებიდან წესრიგად ვეღარ იყურება, მთელი ძალით აწובה და მისი საფირმო კომბინაციებით საქმე ბოლომდე მიყავს. მოკლედ, ბოლოში რომ გავიდეთ და შევაჯამოთ. მე მგონია რომ ამ ბრძოლის უმეტესი ნაწილი მიწაზე იქნება, რადგან მეეჭობა ბრაზილიელმა ასე ძალიან გარისკოს და მატადორს დგომში დაუდგეს. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, რაც მე ვიდეოში ვისაუბრე, გონია რომ ილია ამ ბრძოლას ნოკაუტით მოიგებს. რაუნდი და წამები არ მომთხოვთ, არ ვიცი. და რეკორდი იმენად კაცი რეკორდებია. რა ბერდა გაწვდა რაღაც დროს მაგის ჯგუფია. არ ვიცი, ვადმე. მოკლედ, ბევრი როარ გავატრაკოთ რა, მე მგონია რომ მეორე რაუნდში ნოკაუტით მოიგებს ილია. აი ეს არის ჩემი პროგნოზი. ილიას გამარჯვების გარდა სხვა სცენარებს თითქმის ვერ განვიხილავ, მაგრამ ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ ჩარლზის წინააღმდეგ ბრძოლა საშიში არ იქნება. დამიწერეთ თქვენი პროგნოზები, ვინ რას იზავს ამ ბრძოლაში, როგორ წავა ეს ბრძოლა. მე კი გეტყვით, რომ დღეისთვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო, ჩვენ ისევ შევხვდებით მომავალ ეპიზოდში.